გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მეორე ეპიზოდია. მე შოთა თხელიძე ვარ. დღევანდელ ეპიზოდში მე რამდენიმე თემას შევეხები. კონკრეტულად ეხა წინასწარ არ ჩამოვთვლი ვიდეოს აღწერაში თქვენთან ნახავთ ამ თემებს დაყოფილს და ეს ეგრეთ წოდებული სარჩევივით ყოველ ვიდეოს გავუკეთებ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ მარტივი მოსაძებნი იყოს თემები, რომელიც წუთიდან იწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი. პირველი თემად უნებრივია შევარჩიე გუშინდელი მოვლენა, რასაც ეწოდება კონგრესში ყოველწლიური გამოსვლა წლის შეჯამება პრეზიდენტის მიერ, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის მიერ, თუმცა დონალდ ტრამპი ბოლო 1 წლის განმავლობაში არ ყოფილა პრეზიდენტი, მხოლოდ თვენახევარია გასული, რაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორეჯერ გახდა და რეალურად ეს გამოსვლაც იყო აი ამ თვენახევრის შეჯამება. მოკლედ რა ვთქვათ, გარკვეული სიახლე ამ გამოსვლაში არ ყოფილა და ის პოლიტიკური ნაბიჯები, რაც გადადგა როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში, ეს ნაბიჯები იყო შეჯამებული, შეფასებული და კიდევ ერთხელ, ესე ვთქვათ, ხმამაღლა განცხადებული. ტრადიციული, ჩვენ რასაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში საინფორმაციო ველში ვაწყებოდით მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რეალურად თითოეულ მათგანს შეეხო ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი, მაგრამ რო დავაჯამოთ ესე ფართო თემები, ეს იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ეს იყო პანამის არხთან დაკავშირებით, რომ ის ჩინურ მფლობელობაში პორტები უნდა გადავიდეს ამერიკულ მფლობელობაში, ეს მიმართულება იყო ისე გრენლანდიის მიმართულება, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სურვილი იქნება, რომ გრენლანდიელმა ხალხმა გადაწყვიტოს თუ ვისთან უნდა ცხოვრება, თუმცა ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებს მოუწევს გრენლანდიის სხვადასხვა ფორმით დაკავება და მთავარი მიზეზი ამ ნაბიჯის ასახსნელად ის იყო, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ჭირდება როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ბუნებრივია ეს არის ძირითადად რუსეთთან მომდინარე ეს სტრატეგიული საფრთხეების შესაკავებლად იგულისხმება რაღაც შორმანძილზე ფრენი ბალისტიკური რაკეტები, ეს ჰიპოთეტურ ასე ვთქვათ დაპირისპირებაში და რაღაც რეალურად პრაქტიკული საფრთხეები არ არსებობს, თუმცა ჰიპოთეტურისაც გამორიცხვაც არის აუცილებელი. საგარეო მიმართულებით ბუნებრივია ისაუბრა უკრაინაზე და მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობის აუცილებლობას და რომ ეს ეგრეთ წოდებული უაზრო კონფლიქტი, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დაიწყო და მასში მილიარდობით დოლარი ხარჯა, ადრე თუ გვიან დასრულდეს. და კიდევ იყო მაგალითად საგარეო მიმართულებით ესეთი საკუთარ დიდი დრო არ დაუთმია ამ მიმართულებას, ძირითადად მაინც იყო ეს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ეს გამოსვლა შეიძლება დახასიათდეს აი უფრო იმ მიმართულებით, რომ დონალდ ტრამპმა დაანონსა ეგრეთ წოდებული რა ვთქვათ ამას ამერიკის ლიბერალური ფილოსოფიის უკან დახევად შეიძლება შევაფასოთ ეს. და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გარკვეულწილად იკვეცება ლიბერალური თავისუფლებები შეერთებულ შტატებში და მან ახსენა ბუნებრივია პირველ რიგში ეს ვოუკიზმის პრობლემა და მან ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მან აკრძალა უკვე ბავშვის სქესის ცვლილება თავდაცვის ძალებში, სექსუალური უმცირესობების ყოფნა და 30 დღე მიცა ასეთ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს დატოვა თავდაცვის ძალები და ასევე სკოლებში სწავლა და რაც თავარია ორი გენდერის ფილოსოფიის მატარებელი ხდება ამ მიზნიდან შეერთებული შტატები. კიდევ იყო ორი მნიშვნელოვანი განცხადება. პირველი ეს იყო, რომ იკრძალება სტუდენტების პროტესტი, უკანონო პროტესტი უნივერსიტეტებში და რომ ნებისმიერი ესეთი სტუდენტი, ვინც უკანონო პროტესტის წარმოებას დაიწყებს, იქნება დაჯარიმებული, დაპატიმრებული და თუ ის არ არის საქართველოს შეერთებული შტატების მოქალაქე, მას მოუწევს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და ყველაზე ესეთი კვარხე განცხადება, რომელიც შედარებით მოულოდნელი იყო ამ მიმართულებით, ეს არის
რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შემოიღებს სიკვდილით დასჯას მათთვის ვინც მოკლავს ამერიკელ პოლიციელს. ეს არის საკმაოდ ესეთი ხმამაღალი განცხადება. ანუ ეს ძირთადად ეს სამი მიმართულება იყო აი ეს ლიბერალური თავისუფლებების შეკვეცის. ნუ კიდევ იყო ეს ტოპონიმების ცვლილების საკითხი, მე მგონი ამით დაიწყო მან საკუთარი გამოსვლა. მაგალითად აი ეს მექსიკის ყურეს გადაერქვა სახელი და ეწოდა ამერიკის ყურე. მაგალითად ჩრდილო ამერიკაში ყველაზე მაღალ მთას მაკინლის დაუბრუნდა თავისივე სახელი ისე მაკინლი ბარაკ ობამამ გადაარქვა მას სახელი და დაარქვა დენალის მთა ინდიელები როგორც ეძახდნენ ამ მთას ის სახელი დაუბრუნდა ავთენტური სახელი თუმცა დონალდ ტრამპმა ისევე ეს მაკინლის სახელწოდება დაუბრუნა და რაც თავარია ამ მიმართულებით კიდევ იყო ის რომ შეერთებულმა შტატებმა მისი არსებობის განმავლობაში პირველად კონსტიტუციაში, სამართლებრივად დაადგინა, რომ ამ სახელმწიფო ენა იქნება ინგლისური, ესეც არის ესპანურენოვანი, ასე ვთქვათ, დემოგრაფიის ზრდისგან მომდინარე საფრთხე, რომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომავალში ესპანური ენაც გახდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ეს იყო ეგრეთ წოდებული განცხადება დონალდ ტრამპის მიერ, რომ შეერთებული შტატები არის ანგლიკანური ქვეყანა და მისი ენა უნდა იყოს ინგლისური. იყო ესე ვთქვათ ახალი სამთავრობო კაბინეტის შექება, პრაქტიკულად თითოეულ მდივანს გამოუცხადა საჯაროდ ნდობა, ასე ვთქვათ რობერტ კენედის, პიტ ჰექსეტის მიმართ, მარკო რუბიოს მიმართ და ესე ვთქვათ ავანსები გასცა და ტრადიციული ესე ვთქვათ მადლობის გადახდის ცერემონიალები იყო სხვადასხვა პროფესიების მიმართ, იქნებოდა ეს პოლიციელი, ჯარისკაცი, თუ სწორად მახსოვს, სწორად მახსოვს იყო მეხანძრეც აი ამ მადლობების სიაში. გარკვეულწილად ახლა რაღაც სიახლე და ახალი დონალდ ტრამპს ამ გამოსვლისას არ უთქვავს, ამიტომ ასე გზად არ შევეხები მის ამ გამოსვლას. თავარი თემა მაინც ბოლო დღეების განმავლობაში ეს იყო ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტი, რომელზედაც ეს იყო პრაქტიკულად სინანული იმ მოვლენების მიმართ, რაც განვითარდა ოვალურ ოფისში და მან ზაობა გამოთქვა შეერთებულ შტატებთან დაალაგოს ურთიერთობა, მოაწეროს ხელი მინერალების შეთანხმებას და გადადგას ნაბიჯები მშვიდობისთვის. მე წინა ეპიზოდში რაც გესაუბრეთ, ან თავარი მოტივი დონალდ ტრამპის ეს იყო, რომ ზელენსკის დისკურსში შეეტანა მშვიდობის თემა და ეწარმოებინა ამ მიმართულებით მისი დისკურსი ზუსტად ამას აღწერს ზელენსკი თავის ტვიტში, რომ უკრაინას სურს დროულად დაასრულოს ომი და ამისათვის ის ყველა ნაბიჯებს გადადგავს, რაც პრაქტიკულად საპირისპირო იყო, რაც მან ზელენსკიმ ისაუბრა ოვალურ ოფისში. თუმცა ეს არ ყოფილა როგორ გითხრათ, ეს იყო სულთად პრაქტიკული გადაწყვეტილება ზელენსკის მხრიდან, რასაც განაპირობებდა რამდენიმე ძალიან ესეთი სტატისტიკური მონაცემები და არა რაღაც ადამიანების მოსაზრებები ან თუნდაც რაღაც მასზე პოლიტიკური ზეწოლები. პირველ ეპიზოდში გაჩვენეთ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს ამერიკული დახმარება. გარდა უშუალოდ შეიარაღებისა, შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება სადაზვერვო ინფორმაციით, სატელიტური ინფორმაციით და ფრონტზე თვითონ, ასე ვთქვათ, მებრძოლები, ანუ ბრძოლის დაგეგმა და ესეთი დასავლური იარაღის გამოყენება ხდება მეტწილად შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მხრიდან. თუ ეს, ასე ვთქვათ, აღარ გაგრძელდებოდა, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა ომის წარმოება. მაგრამ ზელენსკის ეს განცხადება იყო რეალურად შეფასება ლონდონში შეკრებილი ევროპული ლიდერების შეხვედრის. სავარაუდოდ ამ შეხვედრაზე შეკრებილმა ლიდერებმა ისაუბრეს თუ რითი შეუძლიათ უკრაინას გაუწიონ დახმარება სამხედრო თვალსაზრისით და აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ რომ ევროპას არ აქვს ის რესურსები, რომ უკრაინამ ასე ვთქვათ ყოვლისმომცველი წინააღმდეგობა გაუწიოს
რუსეთს ამ შემთხვევაში და რეალურად უკვე როგორც კიერ სტარმერმა, ასევე იმანუელ მაკრონმა მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაალაგების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი გახდებოდა ომის წარმოება. ჩვენ ამაზე თვითონ კონფლიქტი, ანუ რატომ არ შეუძლია ევროპულ მხარეს სამხედრო დახმარების გაწევა, რეალურად კონფლიქტი უკრაინაში ეს არის ჭურვების და დრონების ომი. ძირითადად ეს მიმართულება არის ფრონტზე გამოყენებული, მსხვილი ტექნიკა და ავიაცია არის უფრო ამ ომში გამოუსადეგარი შეიარაღება, ამიტომ თავარი მაინც არის ჭურვები და დრონები. ჭურვების რაოდენობა ევროპაში პრაქტიკულად არის მინიმალურ დონეზე დასული. ამისათვის მე გავჩვენებთ სულ რაღაც ერთი თვის წინ გერმანული უმსხვილესი იარაღის წარმოებელი ინდუსტრიის ქარხნის კომპანიის Rheinmetall-ის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპისა და უკრაინის დეპოები, შეიარაღების დეპოები პრაქტიკულად ცარიელია. რაც იმას მიანიშნებს, რომ ევროკავშირს პრაქტიკულად არ შეუძლია ამ მიმართულებით ხარდაჭერა, ასე ვთქვათ, აღუთქვას უკრაინას ამ კონფლიქტში. თვითონ Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Rheinmetall შეუძლია განახორციელოს ინვესტიციები ჭურვების წარმოების გაზრდის კუთხით. ეს ინვესტიცია შეიძლება მაქსიმალურად მოხმარდეს დაახლოებით 200,000 ჭურვის წარმოებას წლიურად, რაც არის აბსოლუტური მიზერი ამ კონფლიქტისთვის უკრაინისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ფრონტზე ბალანსის შესანარჩუნებლად, ანუ ჭურვების ბალანსის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად დაახლოებით ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ესაჭიროება 6-7,000 ჭურვი. ჩვენ რო ასე ვთქვათ, მათემატიკურად რო გავყოთ 200,000 ჭურვი 7,000-ზე გამოვა სულ რაღაც ერთი თვის მარაგი, ერთ თვეზე ცოტა მეტი, ერთი თვის მარაგი, რაც ამ შემთხვევაში არის ეს უბრალოდ გულისხმობ ბალანსის შესანარჩუნებლად და არა რაღაც გარკვეული წარმატების მისაღწევად ფრონტზე. ეს მოცემულობა გაცხადდა აი ლონდონის შეკრებაზე, სავარაუდოდ პარიზის შეკრებაზე, რომელიც ალბათ 6-7 მარტს არის დაგეგმილი, განსხვავებულს ალბათ ვერაფერს იტყვიან და აი ამ სტატისტიკურმა განზომილებამ გადააწყვეტინა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ დაეწერა ის ტვიტი, რაც დაწერა. შემდგომ ამას მოჰყვა განცხადებები ევროკავშირის ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. მისი ეს განცხადებაც სავარაუდოდ იყო ამ ლონდონის შეკრების გამოხმაურებაც და გამოხმაურება იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარება უკრაინას. მისი ეს განცხადება შეეხებოდა ხმამაღალი ანონსი იყო, რომ ევროკავშირი შეეცდება 800 მილიარდი ევროს მობილიზებას თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის. თუმცა ეს განცხადება არის საკმაოდ ბუნდოვანი. არასად არ იყო მითითებული თუ რა დროის განმავლობაში მოახდენს ევროკავშირი ამ თანხის ოდენობის მობილიზებას. დროითი განზომილება არ იყო გარკვეული და კონკრეტულად არ იყო მითითებული თუ როგორ მოხერხდება ამ მასშტაბის თანხის მობილიზება, საიდან მოვა ეს თანხები. მე სპეციალურად შემდგომ ნახე ამ ნიუსს, ვთქვათ, ჩავყევი და აქ ახსენები არის უბრალოდ გამოხატულია პოტენციური სცენარი, თუ საიდან შეიძლება ამ თანხების მობილიზება მოხდეს, რომ მაგალითად თუ ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის მოახდენს საკუთარი სამხედრო ბიუჯეტის უпростоრად თავისი მთლიანი შიდა პროდუქტიდან 1.5%-ის დამატება საკუთარ თავდაცვის ბიუჯეტზე, ევროკავშირი მაშინ შეძლებს 650 მილიარდი ევროს მობილიზებას. დანარჩენი 150 მილიარდი ევრო ახლა მიმდინარე ბიუჯეტში არის ევროკავშირის თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტში.
თუმცა აქ თავარი შეკითხვა ისმება, ორი თავარი შეკითხვა ისმება. პირველი, რამდენად არის თანახმა 27-ვე ქვეყანა, რომ ამ მასშტაბის თანხები გაიღოს თავდაცვის ხარჯებზე, ამაზე კონსენსუსი პრაქტიკულად არ არის და არის მეორე კითხვა, რამდენად შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის +9% დაამატონ თავის თავდაცვის უნარიანობას. ამას საუბრობ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დაბალი, პრაქტიკულად არის სტაგნაცია. მაგალითად მე ხა პატარა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდებს არ გავამახვილებ ყურადღებას, ძირითადად ამ შემთხვევაში გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ყოფილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიდი ბრიტანეთის სამომავლო პროგნოზებს თუ როგორი იქნება მშპ-ის ზრდა 2025 წელს. იტალიის და გერმანიის ეკონომიკური ზრდა იქნება 0.8%, 1%-ზე ოდნავ მეტი იქნება საფრანგეთის და დაახლოებით 1%-ზე ცოტა 1%-ნახევარი იქნება დიდი ბრიტანეთის. ანუ თუ ეკონომიკური ზრდის არარსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებლად მოსჩანს იმ თანხების მობილიზება ბიუჯეტებში, რომ ასე ვთქვათ 800 მილიარდის აკუმულაცია მოხდეს თავდაცვის ხარჯებზე. მე დამატებით ამ შემთხვევაში განახებთ ევროკავშირის ბიუჯეტსაც. ევროკავშირის ბიუჯეტი დგება ზოგადად ევროკომისიის არსებობის განმავლობაში, ანუ 5-6 წლიანი ბიუჯეტი, სადამდეც იარსებობს ერთი ევროკომისია, სანამ არ გადაირჩევენ, მანამდე დგება ბიუჯეტი. ანუ 2021 წელს დაადგინეს წინა ბიუჯეტი, რომელიც არის 6 წლიანი ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არის 2 ტრილიონიანი, ოღონდ ამ 2 ტრილიონიდან დაახლოებით 800 მილიარდი ეს არის პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენისთვის გამოყოფილი და ხოლო დანარჩენი 1.2 მილიარდი არის სხვადასხვა მიმართულებით გამოყოფილი, ხოლო ამ 1.2 მილიარდიდან მხოლოდ 150 მილიარდია უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე გამოყოფილი. ანუ როგორც წეგან ვახსენე, არის 150 მილიარდი და საჭიროა კიდევ 650 მილიარდის მობილიზება. თუმცა როგორც გითხარით, არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ზოგადად აი ამ განცხადების. შეიძლება ურსულა ფონ დერ ლაიენის ეს განცხადება აღვიქვათ პოლიტიკურ დებატში შესვლა შეერთებულ შტატებთან და იმაზე მითითება, რომ თუ მაგალითად შეერთებული შტატები არ გააგრძელებს ევროპის უსაფრთხოების დაცვას და უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას, მაშინ ევროპა გახდება დამოუკიდებელი მილიტარისტული აქტორი და თუ ეს არ უნდა შეერთებულ შტატებს, მან ეს უნდა განაგრძოს. ანუ შეიძლება ეს არის მანიპულაცია შეერთებულ შტატებზე, რომ მან არ დატოვოს ევროპის ესეთი კოლექტიური უსაფრთხოება მარტოდ. შემდეგი საკითხი, ხო, საინტერესო მოვლენები განვითარდა დღის განმავლობაში. ჩვენ გავიგეთ, რომ გარდა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარება უკრაინას და ასევე ჩვენ გავიგეთ, რომ თავდაცვის სამდივნომ შეაჩერა რუსეთზე კიბერ შეტევების თავდასხმები, მოდი ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპის მითითებით. ასევე გაირკვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სადაზვერვო თანამშრომლობა უკრაინასთან. ჩვენ თუ ჯამურად აი ამ სამ მიმართულებას ავიღებთ, სამხედრო დახმარების შეწყვეტას, კიბერ თავდასხმების შეწყვეტას და სადაზვერვო თანამშრომლობის შეწყვეტას, ეს არის ესეთი მთავარი ბაზისური პირობა, რის შედეგადაც უკრაინა დათანხმდება მშვიდობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ეს სამი კომპონენტი არ იქნა, ფიზიკურად შეუძლებელია უკრაინამ გააგრძელოს კონფლიქტი და ვახსენოთ ისიც, რომ ეს გადაწყვეტილებები სავარაუდოდ არ ყოფილა უბრალოდ დონალდ ტრამპის გაბრაზების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ოვალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტიდან, არამედ სავარაუდოდ ეს იყო ესეთი ძირითადი მოთხოვნა რუსული მხარისგან შეერთებული შტატების მიმართ, სავარაუდოდ ერიაში ან შემდგომ შეხვედრებზე, რომ თუ მათ უნდა მშვიდობის მიღწევა, მაშინ
შეერთებულმა შტატებმა უნდა შეაჩეროს ამ მსგავსი ტიპის დახმარებები. გულისხმობ იმას, რომ სადაზვერვო ინფორმაციის, სატელიტური ინფორმაციის გარეშე უბრალოდ ფრონტზე თავდასხმითი ოპერაციების წარმოება პრაქტიკულად არის ნულს უტოლდება და რაც მთავარია, ეს აძლევს რუსულ მხარეს ფრონტის ხაზთან მობილიზების საშუალებას, როდესაც არ გაქვს შენ სატელიტური ინფორმაცია მოწინააღმდეგის შესახებ თუ სად და როგორ გადაადგილდება, განლაგდება ახდენს ძალების აკუმულაციას, ამ ინფორმაციის გარეშე შენ ასე ვთქვათ მოწყვლადი ხდები ფრონტის ხაზზე. ანუ ჩვენ შეიძლება ეს ვიხილოთ ის, რომ ეს სამი კომპონენტი არ იყოს დროებითი და ეს სამი კომპონენტი იყოს განგრძობადი ხასიათის, ასე ვთქვათ, სამი კომპონენტის ჩაჭრა უკრაინის მიმართ იყოს განგრძობადი სახის, სანამ არ მიიღწევა მთლიანად სამშვიდობო შეთანხმება რუსეთს, უკრაინასა და ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს შორის ამ სამეულს შორის. არის ესეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებიც, რომ მაგალითად თუ მინერალების შეთანხმებას ზელენსკი დათანხმდება, ტრამპი აღადგენს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თუმცა რა ტიპის სამხედრო მხარდაჭერა იქნება, ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი, თუ მან შეიძლება გააგრძელოს უფრო დაბალი დონის შეიარაღების მიწოდება, ეს იქნება თქვა წამალი, ჭურვი, ჯავშან ტრანსპორტიორები და ასე შემდეგ. თუ მაგალითად ის გააგრძელებს უფრო ესეთი მაღალ ტექნოლოგიური იარაღის მიწოდებას, როგორც არის ეს ბალისტიკური რაკეტები, იგივე სადაზვერვო ინფორმაციის აღდგენა, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამერიკისა და რუსეთის მორიგება მშვიდობაზე, იმიტომ რომ ამ კომპონენტის გაუქმების გარეშე სავარაუდოდ რუსული მხარე არ დათანხმდება მშვიდობას. შემდეგი საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს არის ოსკარების დაჯილდოება, რომელიცაც არ ქონია დიდი გლობალური გამოხმაურება. პრაქტიკულად ბოლო წლებში ოსკარი გადაიქცა შიდა ამერიკულ მოვლენად, ვიდრე გლობალურ მოვლენად. მოგეხსენებათ ალბათ გასულ ათწლეულებში ოსკარების დაჯილდოება იყო ესეთი გლობალური ივენთი, რომელსაც უყურებდა თითქმის მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი და ამ მოვლენას ჰყავდა საკმაოდ დიდი აუდიტორია, თუმცა წელს ისე ჩაიარა ამ მოვლენამ, რომ არათუ დიდი აუდიტორია, არამედ გარკვეული მედია გამოხმაურებებიც დაბალი ჰქონდა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ამ დაჯილდოებაზე. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი მიიღო ფილმმა სხვა მიწა არ არსებობს. No Other Land, ეს ინგლისურიდან ესე თარგმნოთ. ფილმი შეეხებოდა, დოკუმენტური ფილმი შეეხებოდა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში მუფასერიატას, ესეთი პატარა სოფელია, თემი, სოფელთაა გაერთიანება თემში, ასე ვთქვათ, ისრაელის ოკუპაციურ პოლიტიკას, რომ ისრაელი ცდილობს ამ სოფლის აყრას მთლიანად და იქ სამხედრო პოლიგონის გაკეთებას და იმას, რომ არაბული დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე არ გაფართოვდეს და მთავარი გმირი არის ამ სოფლის მაცხოვრებელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თვითონ რეჟისორიც არის და ამ პალესტინელ ბიჭს ბასელ ადრა სახელი და გვარით ეხმარება ებრაელი ბიჭი, ისიც ასე ვთქვათ ჟურნალისტია და ანუ ამ კინოგადაღებაში თვითონაც არის დოკუმენტური ფილმში მონაწილეობს როგორც მსახიობი და თვითონ რეჟისორი, ანუ ორი რეჟისორი და ორი მთავარი გმირი ყავს და ორივე მსახიობიცა და რეჟისორიც და ეს ფილმი არის იმის ჩვენება, თუ რა ხდება დასავლეთისთვის, იმის ჩვენება, თუ რა ხდება რეალურად დასავლეთ სანაპიროზე, არის ბოლო 5-6 წლის ამბები მოთხრობილი ამ დოკუმენტურ ფილმში. რითი არის ახლა ეს საინტერესო? დღეს წესრიგში ისრაელის დღის წესრიგში დგას დასავლეთ სანაპიროს ანექსია, ანუ მისი არათუ ოკუპაცია, არამედ უბრალოდ ტერიტორიების შეერთება და მისი ისრაელის სუვერენული ტერიტორიებად ქცევა. მუფასერიატას სოფელი არის ექცევა ზუსტად იმ ზონაში, რის ანექსიაც უნდა ისრაელს უახლოეს მომავალში.
ანუ ეს საკმაოდ უცნაური იყო ჰოლივუდისგან, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, მოგეხსენებათ, თლიანად ჰოლივუდი თუ არა, ჰოლივუდის აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელის მხარდამჭერია და მის პოზიციებს იზიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი ებრაული ლობი აფინანსებს ჰოლივუდსაც და ესეთი გადაწყვეტილება იყო გარკვეული მოულოდნელობა და ესეთი პოლიტიკური დარტყმა ისრაელის ხელისუფლების მიმართ. შეიძლება ეს იყო ასე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ გაგებით, რომ არსებობს წნეხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რომ დასავლეთ სანაპიროს ანექსია განახორციელოს და აი ამ წნეხის შესასუსტებლად მოხდა ეს ფაქტი, იმიტომ რომ ესეთი მსგავსი ესეთი ანტიებრაული პოლიტიკა პრაქტიკულად ჩვენ არ გახსოვს ჰოლივუდისგან. თვითონ ამ გამარჯვებულმა რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთად საკმაოდ ესეთი დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოსთქვეს შემდგომ უკვე დაჯილდოების შემდგომ და ერთად მოვუსმინოთ მას. Thank you to the Academy for the award. It's such a big honor for the four of us and everybody supported us for this documentary. About 2 months ago, I became a father, and my hope to my daughter that she will not have to live the same life I'm living now, always fearing settlers' violence, home demolitions, and forest spill displacements that my community, Masafri Yatta, is living and facing every day under the Israeli occupation. No other land reflect the harsh. ეს მსახიობი რეჟისორი მთავარი გმირი ფილმის აღწერს, რომ მე რამდენიმე თვის წინ გავხდი მამა და მე არ მინდა ჩემს შვილს იგივე ცხოვრება ჰქონდეს, რაც მე, რომელსაც მთელი ცხოვრება მეშინოდა სახლის დანგრევის, terrorists. Reality that we have been enduring for decades and still resist, as we call. ეს ოკუპაციის შიში და წნეხი აღარ მინდა რომ მქონდეს ჩემს შვილს და რომ ამ ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს პალესტინელი ხალხი ბოლო რამდენიმე ათწლეული. On the world to take serious actions to stop the injustice and to stop the ethnic cleansing of Palestinian people. We made this ბოლოს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ შეაჩეროს ეს ოკუპაცია და პალესტინელთა წმინდა დასავლეთ სანაპიროდან. We made this film, Palestinians and Israelis, because together our voices are stronger. We see each other, the atrocious destruction of Gaza and its people, which must end, the Israeli hostages brutally taken in the crime of October 7th, which must be freed. When I look at Bassel, I see my brother, but we are unequal. We live in a regime where I am free under civilian law, and Bassel is under military laws that ეს არის დოკუმენტური ფილმის მეორე გმირი იუვალ აბრაჰამი, ეს ებრაელი ჟურნალისტი, თანაავტორი ფილმის, რომელიც ესეთი საერთო სულისკვეთებით გამოდის, რომ ებრაელები და პალესტინელები ერთად გადაწყვეტენ ამ პრობლემას და ასევე მოითხოვს ღაზაში გენოციდის შეწყვეტას და ჰამასის მიერ დაკავებულ ტყვეების გათავისუფლებას. Destroy his life and he cannot control. There is a different path, a political solution without ethnic supremacy, with national rights for both of our people. And I have to say, as I am here, the foreign policy in this country is helping to block this path. And you know, why? აკეთებს კიდევ მნიშვნელოვან განცხადებას და გამოთქვამს კრიტიკას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომ შეერთებული შტატების საგარეო დახმარება არის იმის გარანტია, რომ ისრაელი ახორციელებს ამ ოკუპაციას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც არ აძლევს პალესტინელებს სიცხოვნო თავისუფლად და კონდეთ საკუთარი სახელმწიფო. Can't you see that we are intertwined? That my people can be truly safe if Bassel's people are truly free and safe. There is another way. It's not too late for life, for the living. There is no other way. Thank you. აქ ასეთი პარადიგმულ აყირავებას ახდენს იუვალი და ის ამბობს, რომ ისრაელის უსაფრთხოება და მშვიდობა განსაზღვრულია, ან განსაზღვრავს ის, რომ
განსაზღვრავს ის, რომ პალესტინელებს ექნებათ მშვიდობა და თავისუფლება. სანამ არ ექნებათ პალესტინელებს მშვიდობა და თავისუფლება და საკუთარი სახელმწიფო, ასევე არ ექნებათ ისრაელს და არაბებს, ებრაელებს თავისუფლება და მშვიდობა რეგიონში. მოგეთ, დღეისათვის სულ ეს იყო. მე ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, ასევე მოგიწოდებთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიძიოთ ლайკი და მონიშნოთ ზარის გულაკი, რადგან არ გამოგჩეთ ჩემი შემდგომი ბლოგები. დროებით.